ჩვენ ჩამოვედით სტამბოლში, პირველი გაჩერება არის სტამბოლი, სადაც ჩავწერთ 2 ეპიზოდს. დღეს სალომე ბენიძეს, კარგი პოეტია, ცუდი მსახიობი. სტამბოლი მეგობრებო არის ფისოების ქალაქი. ვიო, გიშინია. შეიძლება თოლიებზეც ვილაპარაკოთ. ღვინო წამოიღე? კი, ღვინო წამოგიღე. მიუხედავად იმისა, რომ ხარ ავტორი, ხალხთა უფლებების დამცველი, შეთლებები მიწავართ და მე მგონია, რომ წყალი ვარ. ადამიანებისგან განსხვავებით, რომელსაც პერსონაჟად აქცევ, ქალაქი არ მოგწონს, რომ ნამდვილია. არც ერთ ქალაქს არ ვეკუთვნი ბოლომდე. შემიძლია თავგანწირული ვიყო იდეისთვის, რასაც ქვია გოგოების უფლებებისთვის ბრძოლა. სამყარო ძალიან ხშირად არის უსამართლო. რა არის თავარი წინაღობები? საქართველოს იდეასთან ერთად ყოველთვის არსებობდა დამოუკიდებელი ძლიერი ქალის იდეა. ლიტერატურაშიც, ისტორიაშიც ყველგან. ესე ხوارე რომ რაკაი სტერეოტიპია, მოდი დავნერგავ ჩემს ცხოვრებას. არანაირი ქართული ტრადიცია. არ არის ცოლის ცემა. ქუთაისის მესამე. ეს იყო საბედისწერო შეცდომა. მაპატია. პრაქტიკულად ჩემი სკოლა არის ქართული ფემინიზმის აკვანი. გიორგი ნიკოლაძე დაგვავიწყდა თანამედროვე ახალგაზრდებისგან რამდენად სწორია, იმიტომ რომ ამ სიტყვებს მოყვება ეს ტრაგიზმი. მე არ ვუყურებ მაროს როგორც დამარცხებულს. მისი სახელი არის ძალიან ცოცხალი. გინდა დაგენიძლაო, რომ აიღაც გამოივლის, დღეს შეგიძლია რომ დაელაპარაკო და ხვალიდან მას ვეღარაზროს ვეღარ ნახავ, მასთან უფრო გულწრფელი იქნება. განსაკუთრებით მე მგონი კაცებს უჭირთ ხოლმე გაზიარება რაღაცებს, შიშების, სურვილების, არ არის მათთვის შესაფერისი. ხო და ამ რუბრიკას ჩემი აზრით შენ იდეალურად ერგები. ყურადღება კითხვა. ყურადღებით შეკითხვა. არსებობს თუ არა რაღაც წესი, რომელსაც მისდევ საიმისოდ რომ არ გაჩერდე. ერთ ცხოვრებაში იცხოვრო რამდენჯერმე. ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემს თავს როგორც პერსონაჟს. ეს იყო შენი მხრიდან ჩემი დაცინვა, უონ სამართლიანი. მუსიკის ქვეშ წერ თითქმის ყოველთვის. ბოდიში უაზრო შეკითხვებისთვის, მაგრამ პასუხი კარგი იყო. ნატუნას რომ მოუნდა რომ სტენდაპი ჩავწერო, რატომ უნდა შევეწირო მაგას? რომელ კამერაში ვილაპარაკო ამაში? დაიწყო გორგილაძის აუტანელის სიმსუბუქის საზღვარგარეთული მოგზაურობა. ჩვენ ჩამოვედით სტამბოლში, პირველი გაჩერება არის სტამბოლი, სადაც ჩავწერთ 2 ეპიზოდს, ანუ ინტერვიუს გავაკეთებთ 2 ძალიან საინტერესო ქართველთან. ვემზადებით, დღეს პირველი შეხვედრა გვაქვს და იმედი გვაქვს, რომ ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. ეს არის და ეს. ახლა დავიძვრებით, წავალთ ჩვენს პირველ რესპონდენტთან. ბევრს ვილაპარაკებთ ლიტერატურაზე, მისი საქმიანობიდან, პროფესიიდან გამომდინარე მოგვიწევს ამაზე ლაპარაკი და ვისაუბრებთ ასევე, რა თქმა უნდა, იმაზეც თუ როგორ ჩანს სტამბოლიდან ის ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება. შეიძლება თოლიებზეც ვილაპარაკოთ, რომელიც აიხო თავზე გადაგვიფრენს მალე. არ გადაგვიფრინოთ ყვილად გადიხარ, არა, იქით წავიდა. აიქნება. მოდის თუ მოფრინავს. ბიჭო, კაი ლამაზი ქალაქი არის საბოლოოდ. რა შვები? რივე? იყიდე კოკაკოლა? კი. კაი, მაშინ აღარ გიყიდე. აგერ ნატონამ პასკად ჩამოგიტანა, რო იცოდე ისე. მაგრამ პასკები მე მგონი გააქვს. პასკები მაქვს. ეს რა არის? გამოვიდე თავიდან. მოდი, კაცო. ცუდი მსახიობი. კარგი პოეტია, ცუდი მსახიობი. კაი კაცთან დგახარ. აჰა. გადამიღეთ ესე ათათურქთან. ავედი. ბრუტალური კანონები.
ისინი. ღვინო წამოიღე. კი, ღვინო წამოგიღე. ქართველები შეგვხვდნენ. ძალიან ხშირად ხდებენ ამ ტერიტორიაზე. ხანდახან დილაობით გამოვიდეს და ჩვეულებრივი სრულყოფილი გადასაღები მოედანია ხოლმე მოწყობილი. ვიცი რა, ლამაზი ქუჩაა. სერიალები, ანუ შენ ამო ფატრულ რაღაცებს? მოდი, მოგეხმარე. წყალი არის მევა იმაში, ონკაში? ყავს ყიდულობს და ეგ არის, რასაც ყველაზე მეტად ვერ შევეჩვიე. მოიცა. ის დავიჭირო. მოდი. ეხლა შენ დაუდეფეხი და ერთმანეთს შევეხიდოთ ესე. სალომეს აქ ის რა ქვია, თეორია, რომ აი აქ კედლებზე არის ამ სახლის პირველი პატრონების, ამ მშენებლების love story ასახული. მოიცა კარი მოვხურო. ისტორიულ სახლში ცხოვრობ. ამიტომ გადაწყვიტე, ხო შენ ამ კიბეების გამო? ძალიან მომეწონა რა შემოვედი ამ საჯარიმოში. მივხვდი რომ სიმბოლოების ხალი. მინდოდა ცხოვრება, პროგრამით. ანუ 10-იან წლებშია, ხო ეს აშენებული დაახლოებით? მე მგონი არ მოგვიანეს. ხო. წამორატო. თუმცა შეიძლება ვცდები, რომ ზუსტად რომ ვიკითხე, მე გვიჩივლებს. მიგვიჩივლებს, ცარავი. ლიფტი სახში ამოდის, ხო პირდაპირ? სახში ამოდის. ლიფტში შესასვლელში უნდა ჩახვიდე -1 სართულზე. აუშავს, გავიჭირვებთ. ესეც რაღაც ის არის. აქედან ჩემი აზრით საჭმელს აწვდიდნენ და ალბათ. ფოსტას. ხო, საჭმელი ალბათ, ხო. საჭმელი და ფოსტა. აბა. მოვედით. აქ განვლაგდეთ. წელიწადი არ არის რაც აქ ხარ. 8 თვე დაახლოებით. რა არის მერვე თვე. რა არის ისეთი, რასაც ვერაფრით ვერ ეგუები ქართული ცხოვრების სტილი და შენი იქამდელი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე. ბევრ რაიმეს ძალიან კარგად ვეგუები. ამით დავიწყებ. იქიდან გამომდინარე ვიცნობდი სტამბულს, სანამ გადმოვიდოდი ასე თუ ისე. თუმცა იმხელა ეს ქალაქი, რომ მაგის თქმა, რომ ძალიან კარგად იცნობ და საფუძვლიანად იცნობ და მასზე ყველაფერი იცი, ალბათ არის უდიდესი თავხედობა. მაგრამ რამდენადაც ტურისტული გადმოსახედიდან შეიძლება იცნობდე ქალაქს, ვიცნობდი. ამიტომ რაღაც არ შემშინებია. ყველაზე მეტად რასაც ვერ ვეგუები, ალბათ არის ის, რომ ჩემი სავსე ცხოვრება სამსახურს გარეთ, ჩემი მეგობრები აქ არ არიან და ეს არის ალბათ ყველაზე რთული. დღეს, როცა შენ სტამბოლში მუშაობ, და მუშაობ ძალიან მნიშვნელოვან სამსახურში, ავტორიტეტულ სამსახურში, საქმე ბევრია. როგორი იყოფა შენი ძირითადი დრო? იმიტომ რომ შენ მიუხედავად იმისა, რომ ხარ ავტორი, წერალი პოეტი, გავაერთიანოთ ერთი იმაში, უფლებების დამცველი, ქალთა უფლებების დამცველი, შეიძლება ასე ითქვას. ბევრ საქმეს აკეთებ, როგორ იყოფა შენი დრო? რაც აქ გადმოვედი, ჩემი დღეები ძირითადად სამსახურს მიაქვს. იმ იშვიათი გამონაკლისების გარდა, როცა გარეთ გასვლას ვახერხებთ, ამ ქალაქში ეგეც ცოტა რთულია, იმიტომ რომ გადაადგილება არ არის მარტივი და მიუხედავად იმისა, რომ აქაურებას აქვს თავისი ისეთი ჯადოსნურობა, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ უწევ ადამიანი, მაინც არის გამომფიტავი საკმაოდ ის რიტმი და ის ხალხმრავლობა, რომელიც სტამბოლისთვის არის ჩვეულებრივი ყოველწამიერი რეალობა. და ჩემი აქაური რეალობა არის ძირითადად სამსახური, მაგრამ ჩემი აქაური რეალობა არის ასევე ბოსფორი. რომელიც არ აძლევს შენ ლიტერატურულ მას რა ქვია მეს უფლებას რომ არ იფიქროს, თუნდაც არ იფიქროს, თუ არ დაწერს, არ იფიქროს ლიტერატურაზე, ხო, ამბავზე. უფრო ალბათ ესე ვიტყოდი, რომელიც არ მაძლევს მე როგორც ადამიანს იმის საშუალებას, რომ დამავიწყდეს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საოცარ ადგილას ვცხოვრობ. ბოსფორი ვფიქრობ, რომ თუ აქ ყოფნა ჩემთვის იქნება რაიმეს შთაგონება სამომავლოდ ლიტერატურაშიც, ეს აუცილებლად იქნება პირველ რიგში ბოსფორის ბრალი.
საღამოობით გარეთ გამოსვლა ის არის ყოველდღიური ტრადიცია გამოსეირნება. ანუ რა დაღლილიც არ უნდა იყო გამოდი ხარ? არა. უსაფრთხო ქალაქია სტამბოლი? ნუ რაღაც უბნები მესმის რო არ იქნება. მე უსაფრთხოდ გძნობ თავს. რა თქმა უნდა, ამდენ მილიონიან ქალაქში ხა სრული უსაფრთხოება არ არსებობს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმდენად ჭრელი ქალაქია, იმდენად ტურისტული, რომ რა ვიცი, ყველასია საბოლოო ჯამში და ალბათ ეგ გაგრძნობინებს თავს უსაფრთხოდ. ბატონო. მისი უდიდებულესობა. ბოსფორი, რომელიც შენ იდეები და ცხოვრების ხალისით ყვევავს, ხო აქ? კი, ნამდვილად ეგრეა. და ზოგადად მგონია, რომ ამ ქალაქს ყვევავს ბოსფორი. მიუხედავად იმისა, რომ კიდე ბევრი რამე აქვს სტამბოლს საინტერესო, ბოსფორს არაფერი არ შეედრება მაინც. საერთოდ მე მგონია, რომ წყალი ყველაფერს აკეთილშობილებს. აპატიოს ქალაქს. ასუფთავებს. კი, ყველა მიწას აკეთილშობილებს წყალი. მინდოდა რომ მე წამომეწყო წყალზე ლაპარაკი და პლუსში ჩამეთვლებოდა. მაგრამ რახან შენახსენე კი ბატონო, იყოს შენ მიერ ნახსენები წყალი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი შენს მხატვრულ ტექსტებში, ხო ესეა? ყველაზე დაუკვირვებელი მკითხველიც კი მიხვდება, რომ წყალი, წყლის სტიქი არის შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეხა შევეცდები გავიგო რა ვნებაა წყლის მიმართ ესეთი. ძალიან მიყვარს წყლის ბუნება. ანუ ის რომ ყოველთვის შეუძლია გზის პოვნა. ხო. კლდეებს შორისაც შეუძლია. მეზობლის ჭერი იატაკიდან. რა თქმა უნდა. ყველგან შეუძლია გზის პოვნა. და არის სულ ახალი თან. იმიტომ სულ მოძრაობს. არის ბევრნაირი. და ჩემი რწმენა ჩემს თავთან დაკავშირებით ის არის, რომ რავი, ადამიანები ხო ითვლება რომ მიწავართ და მე მგონია რომ წყალი ვარ. წყალი ლიტერატურულად შენთვის უფრო დაბრუნებაა თუ უფრო წასვლა. არის ხალხი, ვინც რავი, უყურებს რომ თუ პერსონაჟი მივიდა წყალთან ეს სიკვდილის მანიშნებელია, თუ მაგრამ ვიღაცისთვის არის დაბრუნება. არ ვიცი, მითოლოგიურად რო შევხედო. შენთვის რომელი არის უფრო? ჩემთვის დაბადებაა უფრო წყალი და ალბათ დაბრუნებაც. დაბადება, განახლება, დაბრუნება. და ლიტერატურულ ტრანსპორტებს შორის ამ ქალაქს უკავშირდება ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ტრანსპორტი, აღმოსავლეთის ექსპრესი. კი ბატონო. გუშინ სხვათა შორის სალომემ ჩამატარა სასტუმროსთან სტამბოლში, რომელიც როგორც აღმოჩნდა ძალიან ისეთი არის, აქაურობისთვის ძალიან ტრადიციული ადგილია, ათათურქს უყვარდაო გაჩერებაო და აგერ მუზეუმიც აგა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ორი მნიშვნელოვანი სახელი ლიტერატურაში ჰემინგუეი და აგატა კრისტი. აგატა კრისტი არის რომ აქ წერდაო, ხო თუ არავინ იცის? ამბობენ რომ აქ წერდა აღმოსავლეთის ექსპრესი, ხო მაგის მტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ამ სასტუმროში რო რჩებოდა პერაპალასში, ეგ დანამდვილებით ვიცით და ოთახიც კი. ხო. და ოთახიც ვიცით, რომელ ოთახში რჩებოდა 411-ში. და ისიც რომ ნამდვილად ჩამოვიდა, როცა ჩამოვიდა სტამბოლში, ჩამოვიდა იმ სადგურზე, სადაც აღმოსავლეთის ექსპრესი ჩამოდიოდა. რომ რამე და შენი პერსონაჟები სადღაც უნდა მიდიოდნენ, ან გადამწყვეტ გზაზე მიდიოდეს შენი პერსონაჟი. საბედისწერო გზაზე რაში ჩასვამდი? უცნაური საპასუხოა ეს კითხვა ჩემთვის. ჩემი საყვარელი ტრანსპორტი ისე გემია. ყველაზე ძალიან გემით მგზავრობა მომწონს. მაგრამ ასევე მატარებელი არის საკრალურად პროდუქტიული. ჩემთვის ძალიან კარგად წერ ხოლმე მატარებელში. არ ვიცი რომელში ჩავსვამდი. ალბათ სხვადასხვა ტრანსპორტს გამოვაცვლევინებდი. აი მაგ გადამწყვეტ გზაზე ზუსტად. მე მგონი ტოლსტოის აქ ეგეთი ფრაზა რომ უნდა წერო მხოლოდ მაშინ, როცა არ შეგიძლია რომ არ წერო. აი რაც შენ აღწერე დაახლოებით ეგეთი მიდგომა გაქვს. მაგრამ მე რჩება განცდა რომ ადამიანი რაც უფრო მეტად რომანტიულს და ინტიმურს გახდი წერის პროცესს და რაც უფრო დიდი დოზით შემოიტანს სხვა საქმეს, მით უფრო ცოტა დრო გრჩება ლიტერატურის საკეთებლად. ასე ეგრეა ნამდვილად. ეს იკლებს და იკლებს. როგორ ახერხებ სამსახურებრივი ენიდან ლიტერატურულ ენაზე სწრაფად გადასვლას, იმიტომ რომ დრო ბევრი არ გაქვს რა, გეძინება ადამიანს სამსახურის მე.
ერთი გზა, რითაც ვცდილობ ფორმაში ყოფნას, არის თარგმნა. ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში ხო ექცევი სხვა ავტორის გავლენის ქვეშ, ხა ვისაც თარგმნი აშკარად. რა თქმა უნდა, ექცევი, მაგრამ მაინც მხატვრულ ენაში რჩები. ხო. ამიტომ ეგ ძალიან კარგი გზა არის, იმიტომ რომ უფრო მეტად შეგიძლია რუტინის დაცვა, ორიგინალი ტექსტის შექმნასთან შედარებით. თუმცა თარგმნას ძალიან შემოქმედებითი პროცესია, რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო მეტად შეგიძლია შენს თავს უთხრა, რომ აი დღეს დაჯდები და თარგმნი და არაუშავს რაღაც თუ გაგექცევა, მე მიუბრუნდები და დაარედაქტირებ. სულ ვცდილობ, რომ ის დრო, რომელიც მაქვს ფიქრისთვის, გამოვიყენო მხატვრულად ფიქრისთვის. და ეგ ძალიან მეხმარება, იმიტომ რომ როცა საწერად ვჯდები, მე უკვე ძალიან ცოტას ვფიქრობ, იმიტომ რომ ბევრი რამე მაქვს უკვე თავში დალაგებული. უკვე ტექნიკური მხარეა დარჩენილი. პრინციპში ფიქრი წერის პროცესი არის, ჩემი აზრით. კი. იმიტომ რომ სინამდვილეში რო ამბობე რომ წერ, ეს ხო იმას არნიშნავს, რომ კლავიატურას უზიხარ ან ბლოკნოტთან ზიხარ. როც თუ ფიქრობ მხატვრულ ამბავზე, იმ მომენტშიც წერ. თუ კი ამაზში ჩვენი გამომცემლები დაგვეთანხმებიან, მაშინ წერთ, მაგრამ არ ამგონია, რომ მაგალითად ზვიად კვარაცხელია მე და შენ ახლა მაგაში დაგვეთანხმოს, იმიტომ რომ იმას გამზადებული ის ჭირდება, ტექსტი ჭირდება მეილზე. ხო, მე აი ამ პროცესში ვარ ხოლმე სულ მაგას სულ ვცდილობ, რომ ვიფიქრა. გარდა მაგისა, ბოლო რაც პროზაზე გადავედი უფრო აქტიურად, ხელით წერის ნაწილი დავაბრუნე ცოტათი ჩემს ცხოვრებაში და სულ ვცდილობ, რომ რაღაც ჩანიშვნები გავაკეთო, რომ აი ეს ფიქრის პროცესი არ დარჩეს მთლად ჰაერში, რაღაცები არ დამავიწყდეს და მხოლოდ ქალაქი წყალზესაც ეგრევ წერდი, ანუ რაღაც სქემა დავხატე ბლოკნოტში ამ ჩემი სასიყვარულო სამკუთხედს. ვით წაკითხული გაქვს, ხო, იმედია. და ეხაც ვაკეთებ რაღაც პატარა ჩანიშვნებს, ეხაც ვაკეთებ ჩემი შემდეგი წიგნისთვის. რომელიც იქნება 2033-ში. არ ვიცი, ეგრე ძალიან არ გადავწევდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წელს არ იქნება, ეხა ეს ფაქტია. მე ხო, ეგ არის ჩემთვის წერის პროცესი, რომ ძალიან თავში ხდება ყველაფერი თავიდან და მე ნაკლები დრო მჭირდება სამაგიეროდ ანუ შენ ხარ იმის გადასატანად. იმათ რიცხვში ხარ, ვინც სიუჟეტს იფიქრებს წინასწარ, დიდი ალბათობით. რა მოხდება, შენ გმირებს რა ბედი ეწევათ, ეს მეტნაკლებად წინასწარ იცი. მე იმას არ ვლაპარაკობ. დიდი ნაწილი ვიცი, მაგრამ აი მაგალითად ფინალი შეიძლება არ ვიცოდე და არც შეიძლება ყველას ბედიც არ ვიცოდე, მაგრამ რაღაც შტრიხები წინასწარ ვიცი. შეიძლება ეგეც მოქმედებს ჩემზე, რომ ძალიან ბევრ რაღაცას რეალობიდან ვიღებ ხოლმე. ვიღაცებისგან ვიღებ სახელებსაც მათ შორის, რაღაც დიალოგებსაც. ეხლა მაგალითად თავში მყავს ჩაბეჭდილი, დაახლოებით 2 კვირის წინ ვიყავი რაღაც პატარა გასტროტურზე სტამბულის შიგნით, აღმოსავლური სამზარეულოსი და ძალიან საინტერესო ჯგუფი იყო. და ერთ-ერთი ადამიანი, ვინც იყო ამ ჯგუფში, ძალიან საინტერესოდ ჩაცმული სტილისტი, კაცი, შუახნის, ბრიტანელი, რომელიც ცხოვრობს სტამბულში ბევრი წელია. სტილისტი რომელიც თმაზე მუშაობს, ხო. და ეს კაცი, ანუ ისე არის ხა ჩემს თავში ჩარჩენილი პერსონაჟად, რომ მგონია, რომ სადმე აუცილებლად ამოტივტივდება თავისით ისე, რომ არ მომცემს იმის საშუალებას, რომ სადმე არ მყავდეს. ერთია რომ ახდენ პერსონაჟის ტრანსფორმაციას, ანუ რეალურ ვიღაცას იღებ და მე ამას შლი იქით-აქეთ და საინტერესოა როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ ქალაქის ტრანსფორმაციასთან. ანუ ჩვენ ახლა ვართ ქალაქში, რომელსაც ყავს ძალიან ისეთი აღმწერი რა, გამორჩეული აღმწერი ქალაქის. ფამუქი, რომელიც და ბევრი სხვა. ბევრი სხვა, მაგრამ ფამუქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ სტამბოლი იყოს ცოცხალი პერსონაჟი. ძალიან ხშირ შემთხვევაში გულის გამაწვრილებლად დეტალური აღწერით, თუმცა როცა კითხულობ ფამუქის სტამბოლზე, ძალაუნებურად, გარდა იმისა, რაღაც კინოკადრებად მოდის, აი სურნელი, ხმა, ყველაფერი
ძალიან ცოცხალია და ხელშესახები. კი ბატონო. შენ რომელია შენთვის ეგეთი ქალაქი, რომელსაც რო რამე აქცევდი პერსონაჟად. შენ დაიბადე ქუთაისში, გაიზარდე ქუთაისში და მე ქუთაისიდან წამოხვედი, მაგრამ გაქვს მაინც რაღაც ბმა ცხადია მასთან. შენ ცხოვრობ მას შემდეგ ხან თუ სასწავლებლად არ ხარ სადმე წასული, ხარ თბილისში, ამჟამად სტამბოლში. რო რამე აი რომელი ქალაქი იქნებოდა, რომელსაც აქცევდი შენი ტექსტების აი ძალიან ისეთ პერსონაჟად. ძალიან რთული კითხვა მართლა ჩემთვის ეს. ზოგადად ქალაქებთან მაქვს მე განსაკუთრებული დამოკიდებულება, მაგალითად ჩემი პირველი კრებული ლექსების მთლიანად ქალაქების კონცეფციაზეა აწყობილი. და აი ქალაქის კონცეფცია არის ყველაფერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და ჩემი ქალაქი წყალზეც გამოგონილი ქალაქის გარშემოა აგებული. მე ვფიქრობ, რომ მე მაინც გამოგონილი ქალაქების პერსონაჟად ქცევა მირჩევნია, იმიტომ რომ ხო და მაგითო დავსვი კითხვა. ანუ შენ პერსონაჟი მოგწონს, როდესაც იღებ რეალურ პერსონაჟს და ამას ამხატრულებ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად სხვანაირი, ამდენი წელია ხა გიცნობ და ვიცი შენი სიყვარული ქალაქების მიმართ. ისეთი ქუჩების მიმართ, რომელიც აი სხვას არ გაახსენდება, რომ წავიდეს და ნახოს და იქიდან რაღაც ინსპირაცია მიიღოს. მაგრამ ადამიანებისგან განსხვავებით, რომელსაც პერსონაჟად აქცევ, აქ პირიქით მიდგომა გაქვს. ანუ ქალაქი არ მოგწონს, რომ ნამდვილია. გირჩევნია, რომ შენი წარმოსახვის ნაწილი იყოს. და მაგას ვერ უხსნია. ბოლომდე ალბათ ვერც მე ვერ ვხსნი, მაგრამ შეიძლება ეგეც იყოს, რომ მე თვითონ მგონია, რომ არც ერთ ქალაქს არ ვეკუთვნი ბოლომდე, არც ერთ რეალურ ქალაქს. როგორც შენ თქვი, ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, 16 წელს ვიყავი თბილისში, რომ გადმოვედი საცხოვრებლად. მე ცოტა ხანი ვილნიუსში ვცხოვრობდი სტუდენტობის დროს და აი ვილნიუსზე შემიძლია ვთქვა, რომ თუ შეიძლება ქალაქი გიყვარდეს ადამიანივით, ვილნიუსი მიყვარს ნამდვილად, ეგრე. მე სალონიკში ვცხოვრობდი წელიწადნახევარი, რომელიც მიყვარს, მაგრამ აღარასდროს აღარ დაუბრუნებულ ვარ მას შემდეგ, რაც იქ მაგისტრატურა დავამთავრე და ეს იყო ბევრი წლის წინ. და ეხლა ვცხოვრობ სტამბოლში და ზოგადად ბევრს მოგზაურობ. და მაქვს ამის განცდა და ძალიან მიყვარს ბათუმი. ძალიან მიყვარს ბათუმი, მაგრამ მაინც მაქვს ამის განცდა, რომ ბოლომდე არც ერთ ქალაქს არ ვეკუთვნი. შეიძლება მაგის გამო არა მაინც და მაინც ბევრს ქუთაისზეც არ ვწერ. არც თბილისზე არ ვწერ. მოკლედ არც ერთ ამ კონკრეტულ ქალაქზე ბევრს არ ვწერ. შენ თქვი, რომ კი, მე შემიძლია თავგანწირული ვიყო იდეისთვის, რასაც ქვია ქალთა და განსაკუთრებით გოგოების უფლებებისთვის ბრძოლა. არის თუ არა მკაფიო მომენტი შენ ცხოვრებაში, როცა მიხვდი, რომ ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. და აქვე ეს იყო გარემოსგან ნაკარნახევი, თუ შიგნიდან წამოსული ის, ანუ რაღაცას შეეჩეხა სალომე და ამან იფიქრა, რომ მოდი მე ჩემთვისაც ვიბრძოლებ და სხვებისთვისაც. თუ ამას წინ პრობლემა არანაირი არ ქონდა, კონკრეტული მიზეზი. სულ მგონია, რომ ამ საკითხებზე ფიქრი და უბრალოდ იმის აღქმა, რომ სამყარო ძალიან ხშირად არის უსამართლო ქალების და გოგოების მიმართ, მარტო იმიტომ, რომ ისინი ქალები და გოგოები არიან, საკმაოდ გვიან დავიწყე, იმიტომ რომ მე ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც ეს დისკრიმინაციული დამოკიდებულება გოგოების მიმართ საერთოდ არ არსებობდა. არავითარ შემთხვევაში არ იყო ეგ მიდგომა, რომ რაღაცა შენ რადგან გოგო ხარ, ამის გამო ვინმეზე ნაკლები ხარ, თავი უნდა დახევ პირიქით. ძალიან გამიმართლა მაგ მხრივ, იმიტომ რომ 90-იანებში გავიზარდე და ყველამ ძალიან კარგად ვიცით ეს რა პერიოდიც იყო, მაგრამ უდიდესი გამართლება ჩემთვის ის იყო, რასაც ცოტა გვიან ასაკში მივხვდი, რომ დედაჩემი მაგალითად ყოველთვის მეუბნებოდა იმას, რომ იცოდე, რომ არასოდეს არავისი არ უნდა იყო დამოკიდებული. და ამისთვის ყველაზე სწორი გზა არის ის, რომ ისწავლო
და შენი ცხოვრება შექმნა შენ თვითონ. და აი იმ ბნელ და არც ისეთ კბილ 90-იანებში ყველა რესურსი რაც კი არსებობდა ჩემს გარშემო იყო იქით მიმართული რომ მე განათლება მიმეღო. თვითონ ჯერა ამის აი მისი მე შევა დედაჩემს ვიმემრო კითხოს ფემინისტი არის თუ არა შევა თქვას რომ არ არის. არ ვიცი. ბევრს აქვს აი ეგ დამოკიდებული არც უფიქრია თუ არა ოდესმე მაგაზე, მაგრამ ჩემი აზრით ფემინისტია, იმიტომ რომ მისთვის აი ეგრო ნაკლებად მნიშვნელოვნად მიეჩნია რაიმე ჩემთან დაკავშირებით მარტო იმიტომ რომ გოგო არასოდეს ეგ არ არსებობდა და თვითონაც თავისი ცხოვრების მიმართ ეგეთი დამოკიდებულება აქვს. ანუ გამოდის რომ შენ პრინციპში შეიძლება იმაზე არ ქონდა გაცნობიერებული, მაგრამ გაგზარდეს და გასწავლეს ისე რომ გაუცნობიერებლად კი. რომელიც არავიზე ნაკლები არ შეიძლება იყოს მithumetes სქესის გამო და არ უნდა შეიქმნას ცხოვრებაში ისეთი გარემოება რომ იყოს დამოკიდებული ვინმეზე. კი, და მაგალითებიც ესეთი მყავდა ოჯახში. ანუ გამოდის რომ შენ ეგ არჩევანი, რასაც ახლაც ემსახურები, ლიტერატურითაც ემსახურები, საქმიანობითაც ემსახურები, იყო მეხსიერებაში ბავშვობიდან ჩაბეჭდილი, მაგრამ რაღაც მომენტში ხო საქმე დაქციე. კი, რაღაც მომენტში საქმე დაქციე. მე ცოტა რომ გავიზარდე უკვე და მივიხედე, მე აღმოვაჩინე რომ ყველა ესე არ გაზრდილა, ყველა ოჯახში ეს დამოკიდებულებები არ არის. საზოგადოებაში ძალიან მიჭირს მაგის გახსენება, რადგან მივხვდი ამას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც ზუსტად შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ჩემი ოჯახის გარეთ მივხვდი ამას. ხო. და აღმოვაჩინე ის, რომ ვიღაცებს სხვანაირად ზრდიან მარტო იმიტომ, რომ გოგოები არიან. ზრდიან მორჩილებისთვის. ზრდიან იმისთვის, რომ რაღაც მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულონ სხვის ცხოვრებაში. უკრძალავენ ბევრ რაიმეს. არ აძლევენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას. ხო, ნუ პროფესიაზეც ახლა გზეუნებიან რომ ეს პროფესიაზეც ეგრეა, ერევიან თავიდან ბოლომდე მათ არჩევანში ყველა მიმართულებით. და მე ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი უსამართლობა ძალიან ცოტაა. ნუ და მე ასევე რასაკვირველია ბავშვობიდან, ხა ჩვენს ბავშვობაში ძალიან ხშირი იყო ეს ძალდატანებით ქორწინება, მუტაცება ეგრეთ წოდებული. და ძალადობაც ძალიან ფესვქადგმული ჩვენს საზოგადოებაში და ამის გაცნობიერება რა თქმა უნდა დავიწყე ნელ-ნელა საკმაოდ პატარა ასაკიდან. ფიქრობ, რომ რისი მიღების შესაძლებლობაც ყველა გოგოს უნდა კონდეს თავის ცხოვრებაში. აი რაღაც ხელოვნური ბარიერების გარეშე ცხოვრების შესაძლებლობა და იმ ჩაძახილის გარეშე ცხოვრების შესაძლებლობა, რომ შენ გოგო ხარ და ამის გამო, მარტო ამის გამო ამას ვერ გააკეთებ. და ეს არ გეკადრება, ეს შენთვის არ შეიძლება. რა ვიცი, ეს ყველაფერი ჩემთვის მიუღებელია. გაეროს მოსახლეობის ფონდში დიდი ხანი მოკლედ მანდამდეც, მაგამდეც ამ თემებზე მუშაობდი, მერეც და ახლაც მაგ თემებზე მუშაობ. ვიცი რომ აი სტატისტიკაში რაღაც ცვლილებები არის. ანუ ბევრი რაღაც გაუმჯობესდა, ხო? მაგრამ საერთო სურათი მაინც არ ვერ ვიტყვი რომ დრამატულია, მაგრამ რთულია. განსაკუთრებით როგორც კონკრეტულ რეგიონებში განსაკუთრებით. შეგიძლია თქვა დღეს რა არის მაგ რაღაცები, რაც ჩამოთვალე მაგის გათვალისწინებით, თავარი წინაღობები და გამოწვევები ქართველი გოგოსთვის. კაი, ესეთ რამეს გკითხავ, რამდენმა ქვეყანამ მიაღწია შენი აზრით მსოფლიოში გენდერულ თანასწორობას? რა არის იმ ქვეყნების რიცხვი, რომელმაც მიაღწია მსოფლიოში გენდერულ თანასწორობას? სულ ჯამში არის, მე მგონი 190 ქვეყანა, ხო, 196. ძალიან დიდ მათემატიკაში ნუ შეხვალ, უცებ მითხარი, რას ფიქრობ? ან როგორ გონია ხა მესმის, რომ შეიძლება არ გქონდეს ეგ. ეს არ ვიცი, სადაც სკანდინავიის ქვეყნები იქნება 10, 5.
სრული თანასწორობა პრაქტიკულად არსად არის. სრულ თანასწორობაში მაგალითად გულისხმობ იმას, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე დასაქმებულ ქალსა და კაცს შეიძლება განსხვავებული ხელფასები ჰქონდეს. ხო, კი, ასევე ის რომ მაგალითად სრულად არის თუ არა აღმოფხვილი ქალთა მიმართ ძალადობა. რა თქმა უნდა, ეხა სკანდინავიის ქვეყნებთან შედარება ბევრი ქვეყნის ძალიან რთულია, მაგრამ მოკლედ ძალიან ესეთი კომპლექსური საკითხია. ეს გამოწვევებით ძალიან ხშირად გავს ერთმანეთს. საქართველოში ძალიან ხშირად გამიგია ის, რომ საიდან მოიტანეს ახლა ამ გენდერულ თანასწორობაზე ლაპარაკი, ვიღაცები ამას გვახვევენ თავს, თითიდან გამოწვეული თემა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს იდეასთან ერთად ყოველთვის არსებობდა დამოუკიდებელი ძლიერი ქალის იდეა. აუცილებლად. და ამას ლიტერატურიდან მოყოლებული ლიტერატურაშიც ისტორიაშიც ყველგან. ხო. და მგონია რომ ეს რაღაცნაირად მაინც ქართველ ქალებს მოგვყვება. გენეტიკურად მეხსიერება. ხო, რაღაც გენეტიკური მეხსიერება შეიძლება იყოს ესეთი. და მითები ავიღოთ, აი მედეადან მოყოლებული, მე შუშანი ყველა კირკე თუ ხო. ჩემი საყვარელი პერსონაჟია მართლა, რომელიც არის აი ამ ცირზე შეიძლება იყოს ეგრეთ? ძლიერი დამოუკიდებელი. არა, სახელს ვამბობ, მე კირკედ ვიცნობდი და შეიძლება ორივეს ამბობ. ეს მართლა მგონია რომ მოგვყვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გვათავისუფლებს ამ წინაღობებისგან, რომელიც არსებობს, ხო? მაგალითად ძალადობა ძალიან დიდ პრობლემად რჩება. ჯერ კიდე და ოჯახში, სახლში, სადაც ყველაზე დაცულად უნდა გრძნობდეს ადამიანი თავს, ძალიან ბევრ ქალს უწევს საქართველოში ამასთან გამკლავება სამწუხაროდ. ბავშვობის ასაკში ქორწინება ბოლო წლების განმავლობაში პრაქტიკულად არ უმჯობესდება სტატისტიკური მონაცემები ამასთან დაკავშირებით. საშუალო არის 14% თუ სწორად მახსოვს, შეიძლება 13.9. ანუ ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, რეგიონების მიხედვით განსხვავდება, მაგრამ ეს საერთო ქორწინებების რაოდენობის 13% არის საბავშვო ასაკში. ითვლება მაგას თავისი მეთოდი აქვს გამოთვლის, მოკლედ როგორც გამოითვლება და ესე პირდაპირ ვერ ვიტყვით, მაგრამ ხო მოკლედ ეს რასაც ვასახელებთ, რომ კი ძალიან ბევრია, მით უმეტეს ჩვენისთანა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია იმაზე, რომ პროგრესის გზას ადგას. ასევე სტერეოტიპები არის ძალიან დიდი პრობლემა და ყველაზე რთულად მოსაშორებელი, იმიტომ რომ ამ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ისევ ექცევით ადამიანები, რომ ჩვენ არ ვიცით ძალიან ხშირად ამის შესახებ. ეს ეხლა რომ მოდი, რა კაი სტერეოტიპია, მოდი დავნერგავ ჩემს ცხოვრებაში. ხო, არა, ეს მოგვყვება საიდანღაც, მოგვყვება ჩვენი გარემოდან, ოჯახიდან, სკოლიდან, სადაც გავიზარდეთ, სადაც ბავშვებს ეუბნებოდნენ და ჯერ კიდევ ეუბნებიან, რომ ვიღაცა რომ ძალიან კარგად სწავლობს, ეუბნებიან, რომ კაცის ტვინი გაქვს, გოგოს ეუბნებიან და არის ეს მიდგომა ჯერ კიდევ, რომ რავი, მათემატიკას ბიჭები სწავლობენ უკეთესად და ტექნიკურ საგნებს და ჰუმანიტარულ საგნებს გოგოები. და აბსურდია, ეხლა არაფერი მაგას არ ამტკიცებს, რომ რაიმე მნიშვნელობა აქვს, ხო, ქალი ხარ თუ კაცი მაგისთვის, რასაც იმეცადინებ და რასაც გასწავლიან, აი ეგ არის და მთელი ცხოვრება თუ ყველა მაგას გეუბნება, რომ მათემატიკას ვერ ისწავლი შენ კარგად, იმიტომ რომ გოგო ხარ, მართლა ვერ ისწავლი ალბათ ამ მათემატიკას, იმიტომ რომ შენ თვითონაც დაიჯერებ, რომ არ არის ეს შენთვის, ხო, რაღაც. სტერეოტიპები არის ჩემი აზრით ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მე ყვებავს ყველაფერ დანარჩენს. ძალადობასაც ძალიან ხშირად ეს სტერეოტიპები, რასაც ხშირად ტრადიციებს ეძახიან ადამიანები, მაგრამ არავითარი ტრადიცია ეგ არ არის. არანაირი ქართული ტრადიცია არ არის ცოლის ცემა, ანუ შეუძლებელია იყოს ეგ ტრადიციის ნაწილი. ეგრე არავინ არ ამბობს რომ ტრადიცია, მაგრამ ამბობენ რაღაც ოჯახის უფროსი, როგორც იტყვის ეს უნდა იყოს, როცა შეილაპარაკენ, აბსურდი სისულელე. აბსურდია, აბსოლუტურად და მე ვფიქრობ, რომ ეგ ადამიანები, რომლებიც მაგას ამტკიცებენ, არ იცნობენ საკუთარ ქვეყანას. და არ იცნობენ საკუთარ თავს და არ იცნობენ ტრადიციებს, იმიტომ რომ შეუძლებელია ამტკიცო, რომ ჩვენი ტრადიცია არის ქალის ჩაგვრა, როცა უფრო უკან ვარ გადავახვიოთ, პირველად რო ჩავატარეთ არჩევნები ქვეყანაში, სადაც არ გქონდა, ხო ხა რესპუბლიკად ყოფნის გამოცდილება ჩვენ არ გქონდა, თითქმის ყველას ყავდა ქალები საარჩევნო სიებში და 5 ქალი გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. მაშინ ბევრ დღეს აქედან 2 ჩემს სკოლაში სწავლობდა.
ქუთაისის პირველ. შენ მე ხარ მე ქუთაისის მესამე. ეს იყო საბედისწერო შეცდომა. მაპატია. რომლები სწავლობდნენ შენ სკოლაში? ქრისტინე შარაშიძე და მინადორა ტორაშელი. მინადორა ტორაშელი. თუმცა სხვაებიც მინადორა სწავლობდნენ ძალიან ლამაზი სახელია. კატო მიქელაძე და ნინო ტყეშელაშვილი და ბევრი ცნობილი ქალი სწავლობდა ჩემს სკოლაში. კატო მიქელაძე ძალიან დიდი დამსახურება აქვს კატო ქალთა მიქელაძე ბრძოლაში. პრაქტიკულად რა ვიცი, პიონერია, ნუ რა თქმა უნდა იყვნენ მანამდე ფეგა. აი თანამედროვე არიციან ეკატერინე გაბაშვილი რომ მარტო მაგდანას ლურჯათი იციან, ეგ არის ძალიან დიდი დანაშაული. დანაშაული რა, ანუ არასწორია, იმიტომ რომ ეკატერინე გაბაშვილი ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა არის. არა მხოლოდ მაგმიმართულებით. ნამდვილად ეგრეა. ანუ ძალიან დიდი ფიგურა. რომ არომაყაშვილის ბებია არის ეკატერინე. ძალიან დიდი ფიგურა ეკატერინე ნამდვილად. ნუ კატო შემდეგ პერიოდში უკვე ასევე ძალიან დიდი ფიგურაა. და ხო, მინადორა ჩემი დიდი სიყვარულია და ესევე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალი საქართველოს წარსულში. ამ კითხვას სვამ ხოლმე, ოღონდ ნუ ხო ხვდები რომ ძალიან ისეთი კითხვა არის. მიხვდები რასაც გულისხმობ. როგორ ფიქრობ, პროგრესის რა საფეხური ექნებოდა საქართველოს, მათ შორის ამ მიმართულებით, რომ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და რუსები არ შემოცვენილიყვნენ 21-ში. ძალიან ხშირად ვუყურებ ხოლმე ფოტოებს გვიანი 10-იანი წლების და ადრეული 20-იანების საქართველოში. და ჩემი საყვარელი ფოტოები არის ნიკოლაძე ღამბაშიძეების ოჯახის ფოტოები. გიორგი ნიკოლაძის, ჟორჟეტა ღამბაშიძის და მათი გარემოცვის. და ნატუნა მე გთხოვს რომ ეგ ფოტოები ჩამიგდეო აქედანვე გითანხმებ. ეს ფოტოები არის ჩემთვის პასუხი ძალიან ბევრ კითხვაზე. ზოგადად ნიკოლაძეების და ღამბაშიძეების ოჯახები არის ჩემთვის პასუხი ძალიან ბევრ კითხვაზე. სად ვიქნებოდ, ანუ როგორი იყო ეს ხალხი, ამათ თუ შევხედავთ. ძალიან ადვილი სათქმელია, სად ვიქნებოდით. ჩვენ ვიქნებოდით ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და აწყობილი ქვეყანა, ჩემი აზრით, ყველა მიმართულებით, იმიტომ რომ გქონდა ამისთვის ყველა წინაპირობა, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე პრაქტიკულად დაშლილებმა ვიცხოვრეთ, როგორც სახელმწიფომ, ისეთი სიჩქარე აკრიფა საქართველომ. მე ვიტყოდი უკვე წერაკით. არა, მანამდე მზადდებოდა ამისთვის ნიადაგი. წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ანუ ბევრი ეტაპი გამოვიარეთ, რა თქმა უნდა, როცა იმ პერიოდიდან, როცა საქართველოს სახელმწიფოებრიობის იდეა გაჩნდა, ანუ ისეთი პროგრესი გქონდა ჩვენ, რომ მე ვფიქრობ, რომ არა ის 70 წელი, როცა გარდა იმისა, რომ უბრალოდ ხო არ შეჩერდა პროგრესი, საშინელება დაგუმართეს. რეგრესი წავიდა. საშინელება დაგუმართეს, გამოაცალეს ყველაფერი საქართველოს, რაც კი ქონდა ძვირფასი, პირველ რიგში ადამიანური რესურსი. განათლებული, პროგრესული ადამიანების რესურსი მთლიანად, ანუ 20-იან და 30-იან წლებში დიდწილად გამოეცალა ქვეყანას და მე რა თქმა უნდა 10 წლეულები დაგვჭირდა, რომ რაღაცები აგვენაზღაურებინა, გადაგვეაზრებინა და ის მტვერი, რომელსაც ჩვენს მეხსიერებას ესეთი მონდომებით აყრიდნენ, ზუსტად ეგ დაგვევიწყებინა, ვინ ვართ სინამდვილეში, რომ გიორგი ნიკოლაძეა ქართველი კაცის სახე და არა ეს რაღაცნაირი უცნაური მოკეიფე ქართველი, როგორადაც ვხედავ, როგორი ხატიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა, ეს დაგვავიწყდა ჩვენ. გიორგი ნიკოლაძე დაგვავიწყდა ამ პროცესში და მე რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვეხსენებინა. ეგ საშინელება რო არ დაგმართნოთა. რასაც ქვია ოკუპაცია საქართველოსი, ჩვენ ვიქნებოდით ალბათ ნიკო ნიკოლაძის საქართველო. ნიკო ნიკოლაძის საქართველო, კარგი საქართველო. კი. მათ შორის აი რა აღმოფრთოვანებს ხომ, იცი? რამდენიმე ადამიანია, ვინც უახლესი ისტორიის ნაწილია და აი სათანადოდ
არ ვიცით მას შესახებ და ვერ ვაფასებთ რა. აი დიმიტრი ყიფიანიც მათ რიცხვში მგონია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფიგურა იყო და ისე არ ვიცით. და ნიკო ნიკოლაძეც მათ შორის ისე არ ვიცით, აი ტექნოლოგიური პროგრესის და იდეური პროგრესის თავარი მამოძრავებელი ძალა და სხვათა შორის აი წერა რომ მკითხე თუ არის რაიმე ისეთი ჩემთვის, ვისთვისაც შემიძლია თავგანწირვა. ო ალბათ აი კიდე ეგ არის რომ აი ეგ ნიკო ნიკოლაძის და მარო მაყაშვილის საქართველოს იდეა არის ჩემთვის ეგ ზუსტად. ხო, აჩიკო კიკოძისის ვნახე კომენტარი ამას წინათ. და ამბობს ძალიან სწორ რაღაცას, რომ თუ ადამიანი ვერ ხვდება, თუ ქართული ადამიანი ვერ ხვდება რა დაუშავა რუსეთმა ამ ქვეყანას, გამოდის რომ რუსეთს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ დაუშავებია პირადად მისთვის, რომ აი ამის უნარი დააკარგინა და გამოაცხადა. აბსოლუტურად ვეთანხმები აჩიკოს. ბევრ სხვა რამეშიც, მაგრამ ამაში კონკრეტულად, იმიტომ რომ ხო, მაგრამ ეს იყო 70 წელი არ არის ცოტა დრო. და განსაკუთრებით არ არის ცოტა დრო იმ ქვეყნისთვის, რომელიც მანამდეც ესე აყვავებულად კი არ ცხოვრობდა, უამრავი რაიმე გადაიტანა და გამოიარა. მაგრამ აი ის 3 წელი არის ჩემთვის ბევრ კითხვაზე პასუხი. ჩვენი პირველი რესპუბლიკის 3 წელი და მგონია რომ ზუსტად იქ უნდა ვეძებოთ ჩვენი იდენტობის გასაღები და მე მგონი ვაკეთებთ კიდევაც ახლა მაგას, რომ ზუსტად მან ვეძებთ. იმიტომ რომ მან ბევრ რამეზე პასუხის პოვნა შეიძლება. ვინ ვართ ჩვენ ამ კითხვაზე პასუხის პოვნა შეიძლება. შენ რო თქვი რომ ვიღაცებს რაღაცები დაავიწყებინესო და დავივიწყეთო. ანუ მარო მაყაშვილიც მათ რიცხვშია. ხო, იმიტომ რომ მარო მაყაშვილის შესახებ 80-იანებამდე მე მგონი არავინ არ იცოდა მარო მაყაშვილი. ხო თუ მეშლება? ხო, 80-იანების ბოლოს უკვე ხელახლა ესე ვთქვათ ეს მტვერი გადაეწმინდა მაროს სახელს. ნელ-ნელა, თუმცა იგივე მაგალითად შემიძლია გითხრა ხა წეღან ხო ვთქვი რომ ჩემ სკოლაში სწავლობდნენ ეს მინადორა, ქრისტინა შემეშ და კატო ეს. ჩვენ როცა მოსწავლეები ვიყავით არ ვიცოდით ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს არ იყო რაღაც ის ამბავი, რომელიც ყველა მიცოდა. და ვიცოდით სხვების შესახებ, რომლებიც ასევე სწავლობდნენ ამ სკოლაში, მაგრამ კაცები? თუ ქალებიც? არა, ვერიკო ანჯაფარიძე მაგალითად ვიცოდით, რომ სწავლობდა ამ სკოლაში და სხვა შორის ვეზო ჩხეიძეც. მაგრამ აი ერთ პატარა მაგალითს მოვიყვანე ხა ამ სკოლების ამბავზე და ამ თანასწორობის, იმიტომ რომ პირველი სკოლა ქუთაისის ყველა მიცის მე მგონი ვინც ყოფილა ხო ქუთაისში და ეს დაფები რომელსაც ტურაშვილი ამბობს ხოლმე რომ ბარსა და რეალის შემადგენლობა ორივე ერთად ხო იმიტომ რომ მართლა რა ვიცი მთელი ცისფერი ყანწელები 16 აყარიშვილი აკაკე ყველა მან სწავლობდა ყველა მან წერია ვერცემო და ეს დაფები მან დაი რა ვიცი სულ ჩემი სკოლა, რომელიც ისტორიულად იყო ქალთა სკოლა, ქალთა გიმნაზია, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი საუკეთესო სკოლად ითვლებოდა ყოველთვის ქუთაისში, მაგრამ აი ეს კონკრეტული ქალები ვინ იყვნენ, აქ ვინ სწავლობდა, ეს არ ვიცოდით. მიხედავთ, რომ საკუთრივ ქალთა გიმნაზია იყო. კი. რა თქმა უნდა, თავის დროზე და არა მაშინ, როცა მე ვსწავლობდი. ეს არანაირი დაფა, რომელიც ამის შესახებ გამვლელს მოუყვებოდა, არ არსებობდა. მე წლების შემდეგ, როცა უკვე გავიგეთ ამ ქალების სახელები, როცა გავიგეთ ვინ იყვნენ მინადორა და ქრისტინე, ძალიან გვიან გაჩნდა ეს დაფა ჩვენი სკოლის წინ. და სხვადასხვა თქვენ არ გაიგებდით? არავის არ მოსვლია თავში აზრად. ჩემმა თაობამ გააჩინა ეს დაფა ჩვენი სკოლის წინ, კი ჩვენი ძალისხმევით. ანუ გამოდის რომ მაშინვე დაგიწყია შენ იმაზე რა ქვია, მაგაზე მუშაობა. არა, დიდები ვიყავით უკვე ჩვენ. არა, ჩვენ სკოლაში ვსწავლდით, მაშინ არავინ არ იცოდა ეს ამბები. მე სკოლა ისე დავამთავრე, რომ მინადორა ტორაშელიძე ვინ იყო, არ ვიცოდით, ახლა 2003 წელს დავამთავრე სკოლა. პრაქტიკულად ჩემი სკოლა არის ქართული ფემინიზმის აკვანი, ესე თუ შევხედავთ და მე ამ სკოლაში ვსწავლობდი, ესე რომ ეს ჩემი იდენტობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ეს არ ვიცოდით და ის რომ ეს დაფა არ არსებობდა ამ ქალების სახელებით, ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს. მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი უახლესი ისტორია არ ვიცოდით და მეტყველებს იმაზე, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებდით გარკვეულწილად ქალების როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენს უახლეს ისტორიაში.
ეხა აღდგენილია სამართლიანობა მოკლედ. ხო. მაგ თვალსაზრისით. მაგას პირდაპირ მნიშვნელობით აღდგენა ქვია სამართლიანობა. მაროზე საუბრობდით და ესე გადმოვედით ეხლა და მარო მაყაშვილი მესმის რომ ძალიან ბევრისთვის ხო ტრაფარეტულ გმირად, ანუ ესეთი სახე ხატი არის, იცის რომ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც უნივერსიტეტში სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი იყო, ხო, სწავლობდა და პენი შემოდიოდა და მათ წინააღმდეგ სანიტრად მოწყალების დად წავიდა და ეხმარებოდა და შეეწირა ამ ყველაფერს და ეს არის მოკლე ცნობები. ჩემთვის ბევრად უფრო ღრმა შინაარსის მქონე ადამიანია და მისი ეს თავგანწირვა არ იყო რაღაც ახალგაზრდული ახირება და რა ქვია ცხელი სისხლი, ხო, ახალგაზრდული და ეს რაღაც დღიურიდანაც ჩანს, ოჯახიდანაც ჩანს ეს ყველაფერი და ძალიან კარგად ეხმიანება დღევანდელ ამბავს, ხო, იმიტომ რომ დღეს აი რა ხედავ რაღაც წინააღმდეგობას ადამიანებს, გოგოებს განსაკუთრებით, რომლებიც აი ძალიან გულანთებულები და უკომპრომისოები არიან თავიანთი ქვეყნის და საკუთარი პრინციპების და თავისუფლების და დამოუკიდებლობის იმაში, რა ქვია, თვის ბრძოლაში. შენ ხედავ რამე პარალელებს იმაზე, რომ მარო მაყაშვილის იდეა დღესაც ძალიან აქტუალური და ცოცხალი იდეაა. და ჯერ ვერ შეუსრულებული. მარო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ისტორიული პერსონაჟია ზოგადად. ერთი მხრივ ალბათ იმიტომ რომ არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა ეს ყველაფერი და ფიქრობ რომ ჩვენ თავიდან აღმოვაჩინეთ მარო და არა მარტო აღმოვაჩინეთ, რომ ესე შევიყვარეთ. არ არის შემთხვევითი ამბავი და მგონია რომ ეს არის ზუსტად აი იმ პირველი რესპუბლიკის პერიოდში ჩვენი იდენტობის ძიების ნაწილი ასევე. რომ მარო ჩემთვის ასევე არის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო ჩვენი პირველი რესპუბლიკის, ჩვენი პირველი დამოუკიდებლობის და მთელი იმ პროცესის და პროგრესის, რაც მაშინ ხდებოდა. რა თქმა უნდა, დღემდე აქტუალურია ძალიან ბევრი რამე, რაც მაროსთვის იყო აქტუალური და ხშირად სმენია მეც ის, რომ რაღაცა ეს იქიდან გამომდინარე, რომ მარო ტრაგიკული პერსონაჟია, მისი სიტყვების სლოგანად ქცევა, თანამედროვე ახალგაზრდებისგან რამდენად სწორია, იმიტომ რომ ამ სიტყვებს მოყვება ეს ტრაგიზმი. მე ესე არ ვფიქრობ, მე არ ვუყურებ მაროს როგორც დამარცხებულს. მაგის თქმა მით, რომ ეხა ილია ჭავჭავაძის ტრაგიკული გამოდის, მოკლეს ადამიანი და თუ მე ანუ ცალსახად არ ვუყურებ მაროს როგორც დამარცხებულს, იმიტომ რომ მე მარო არის ჩემთვის ფენიქსი, რომელიც მკვდრეთით აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად და მისი სახელი არის ძალიან ცოცხალი დღეს და ეს არ არის შემთხვევითი და მარო მანამდე არ იქნება დამარცხებული პერსონაჟი ჩემს თვალში ყოველ შემთხვევაში, სანამ მისი სახელი, მისი სიტყვები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა იქნება ცოცხალი ჩვენში. ჩემი აზრით სწორად თქვი ის, რომ ფენიქს როცა შეადარე, რომ თავგანწირული ადამიანია, მიივიწყა ისტორიამ და იმუშავა ამაზე მანქანამ, რომ მიევიწყებინათ და რისთვისაც ეს ადამიანი იბრძოდა, როცა ის შედგა საქართველოს დამოუკიდებლობა, ისიც მის სახელიც აღდგა. მაგრამ დღეს ჩემი აზრით იგივე პროცესი მიდის. ჰიბრიდულად თუნდაც, არ ვიცი. პროცესები იმავეს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ბრძოლა და მაროს ბრძოლა დასრულებული არ არის, მაგრამ ჩემთვის ის მანამდე იქნება გამარჯვებული და არა მსხვერპლი, როგორც ძალიან ხშირად მას წარმოაჩენენ ხოლმე, სანამ ერთი ადამიანი მაინც საქართველოში იბრძვის აი ამ სახელოვნად გამარჯვებისთვის. სალომე, ჩვენ გვაქვს რუბრიკა, რომელსაც ქვია ვილაპარაკოთ. ვაკეთებთ ჩვენს პარტნიორთან ერთად, კომპანია Selfies-თან ერთად. და ამ ლაპარაკში კიდე
განსხვავებულ ლაპარაკს ვაშენებთ ხოლმე. და ვილაპარაკოთ. ვთავაზობთ იმას რა ქვია, რესპონდენტს თავად აირჩიოს, რომ ან ისაუბროს ისეთ თემაზე, რომელზეც აქამდე არ მისცემია შანსი რომ ელაპარაკა, ან ვილაპარაკოთ ამ დროს ყველას ალაპარაკო თემაზე. რა სიტყვი? მე მგონი ძალიან ბევრი იმაზე ვილაპარაკეთ უკვე, რაც აქტუალურია მათ შორის. იმაზეც და მოდი ხო არ ვილაპარაკოთ იმაზე, როცა ვლაპარაკობთ ერთმანეთთან, სინამდვილეში ეს ლაპარაკი არის თუ არა ღირებული და რაზე ველაპარაკებით ერთმანეთს და რას ვუცვლით ამ ლაპარაკით ერთმანეთს. ძალიან სევდიანია, როცა მაგალითად არ გინახავს შენი ძველი მეგობარი დიდი ხანია, პირობით არ ვიცი 5 წელია, შეხვდები და აღმოაჩენ, რომ არანაირად არ შეცვლილა, კარგი გაგებით რა, ანუ გულისხმობ რას, რომ იმავე თემებზე ლაპარაკობს, იმავე თემებზე ხუმრობს. ეს ადამიანი აღარ ცდილობს, რომ იყოს საინტერესო. ან შეიძლება ესეც ცხოვრობს, რომ ახალი გამოცდილებები აღარ დაგროვდა მის ცხოვრებაში. ხო და ეგ ხო ნიშნავს, რომ უინტერესო ხდება. ხო, უინტერესო ხდება, იმიტომ რომ თუ შენ არ ცდილობ, რომ საკუთარი თავისთვისაც იყოს საინტერესო, რომ ახალი რაღაცები მიიღო, შესაბამისად ვერც შენს გარშემო ადამიანებს ვეღარ ამდიდრებ ვერც ინფორმაციულად და ვერც როგორ თქვა, შეგრძნებების დონეზე. ხო და ღირებული არის თუ არა რაზე ვლაპარაკობთ, ეგ ცხადია ჩვენ ორის განსასჯელია. ჩემთვის მაგალითად ძალიან სევდიანია ხოლმე, როცა ვხედავ წყვილებს, რომლებზეც მიჩნდება იმის შეგრძნება, რომ ეს ადამიანები რა თქმა უნდა ტექნიკურად ელაპარაკებიან ერთმანეთს, მაგრამ სინამდვილეში არ უზიარებენ ერთმანეთს იმას თუ რა აწუხებთ. თავიანთ სურვილებზე ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, თავიანთ ოცნებებზე ლაპარაკიც შეწყვიტეს. აი ეგ ძალიან სევდიანი სანახავია და აი ამ გაუცხოების და რუტინის ერთობლიობა, რომელიც აი ამ ლაპარაკს ხდის ნაკლებად ხარისხიანს. და მაგის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ის რომ სხვენია, შიში აქ რომ რაღაც არასწორად გაუგებენ, შიში აქ რომ ვიღაცა მიხვდება რომ სინამდვილეში ეს ასეთი ადამიანია და სინამდვილეში სხვანაირ ადამიანად აჩვენებდა თავს, ან აღარ გაქვს იმისი ნდობა, ვისაც ელაპარაკები და შესაბამისად სურვილიც გიქრება. ყველაფერი შეიძლება იყოს მაგის მიზეზი. მაგრამ ჩემთვის მაინც მთავარი სიტყვა შიშია, იმიტომ რომ იმის შიში რომ ვერ გაგიგებენ. ხო, მაგრამ როცა ვერ მიგიღებენ მერე შესაბამისად. მაგრამ ეგ ნიშნავს იმას, რომ როცა ამ ადამიანთან ურთიერთობა დაიწყე, მაშინ შენ თვითონ თამაშობდი, რომ ხარ სხვანაირი ადამიანი. ხო? შეიძლება ეგ იყოს ერთი ვერსია, მაგრამ ყოველთვის არა მე მგონი, იმიტომ რომ ცხოვრებაში რაღაცები იცვლება. და შეიძლება მერე გაჩნდეს ახალი რაღაცეები, ახალი ამბები აღმოაჩინო, რაც გახდება შენთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ვეღარ გააზიარო თუნდაც იმის შიშით, რომ განგსჯიან, ვერ მიგიღებენ და ის ადამიანი აღარ იქნები, ვინც გუშინ იყავი თუნდაც. და გიღირს საერთოდ ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ვერ გიღებს ისედაც როგორიც ხარ და შეიძლება გაკიცხოს, განგსაჯოს შენი გულწრფელი სურვილების ან ფიქრების გამო. მაშინ რაღაც გიღებს საერთოდ. არ უნდა გიღებდეს, მაგრამ როგორ ფიქრობ, ყველა მაგის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებებს? უნდა იღებდეს, მაგრამ ეხლა მე რო ვლაპარაკობ, მეც ბრტყელებს ვაზრობ, თორე რა თქმა უნდა, მე მგონი ყველა ეგეთი ვარ საერთოდ. მაგრამ მე ფიქრება, რომ მაგ დამალვაში და თამაში და არაგულწრფელობაში გამოდის, რომ საკუთარ თავს აკლებ ძალიან დიდ თავგადასავალს და ბორკილებსაც ადებს სინამდვილეში. რა მხოლოდ იმის გამო, რომ ხო, რავი, სინამდვილეში რა ჯობია ისეთ გულითად მობაასეს, რომელიც გისმენს და არ განგშის რა. კი ბატონო, შეიძლება მისთვის საერთოდ სხვა თემებზე ფიქრობ და სხვაგან დაფრინავ. მაგრამ მაინც საინტერესოა ყველა შემთხვევაში და არა მიუღებელი. და მაგას მე ზოგჯერ იქამდე მივყავართ, რომ შეიძლება უცებ ძალიან უცხო ადამიანთან იყო ბევრად უფრო გულწრფელი და გამოგივიდეს ბევრად უფრო კარგი საუბარი, ვიდრე ვინმე ძალიან ახლობელთან. გინდა დაგენიძლაო, რომ აი შენ რო იცოდე, რომ ვიღაცა ეხლა ვიღაც გამოივლის და დღეს შეგიძლია რომ დაელაპარაკო და
ხვალიდან მას ვეღარაზოს ვეღარ ნახავ, რა თქმა უნდა, მასთან უფრო გულწრფელი იქნება. ეგ ძალიან ბუნებრივი რამეა, მე კიდე სხვა რაღაცას გულისხმობდი თავიდან. მე გულისხმობდი იმას, როცა აი რაღაცების გაზიარება აღარ ხდება პრაქტიკულად და ეს აჩენს ხოლმე ძალიან დიდ უბსკოლს მე ადამიანებს შორის, ესე რომ აი ეს ლაპარაკი და გაზიარება არის ძალიან მნიშვნელოვანი რა და ეგ საქართველოში განსაკუთრებით მე მგონი კაცებს უჭირთ ხოლმე გაზიარება რაღაცებს თუ სარგებლობები არ არის ყოველთვის კაცები უფრო მეტად არიან გაზრდილი იმ ჩაგონებით რომ ემოციების, შიშების, სურვილების გამოხატვა გულწრფელად არ არის მათთვის შესაფერისი. ცრემლების მათ შორის. ცრემლების, რა თქმა უნდა, ცრემლების. ამოგივიდეს ცრემლების. მე კაია რომ მაგის მიმართ დამოკიდებულება იცვლება ნელ-ნელა და მე მგონი უფრო მეტად შევძლებთ დროთა განმავლობაში საკუთარი თავების პოვნას მაგზით ადამიანები. ტელევიზიიდან გათავისუფლება და კაი. დიდებული კლაპი იყო, ხო? სალომე, შენ არ ვიცი ამ გადაცემის მაყურებელი ხარ თუ არა? შიგა და შიგ გიყურებ კი. მაყურებელი ხარ, იმიტომ რომ მე შენ ყველა წიგნს არ ვკითხულობ და შენ ალბათ ყველა გადაცემას არ უყურებ. რასაკვირველია დათო, რასაკვირველია. ხო, მაგრამ გეცოდინება, რომ ჩვენს გენერალურ პარტნიორთან ერთად ვაკეთებთ საქართველოს ბანკთან ერთად ვაკეთებთ ასეთ რუბრიკას, რომელსაც ქვია არ გაჩერდე. ხო და ამ რუბრიკას ჩემი აზრით შენ იდეალურად ერგები. პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ ხარ ადამიანი, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია, ხიბლავს და აღაფრთოვანებს მოგზაურობა, აქედან იღებს ინსპირაციას, ანუ მუდმივად არის გზაში. ყურადღება კითხვა. ყურადღებით შეკითხვა. შენ თუ შეგიხედავს ამ მხრივ, აი ამ ჭრილში საკუთარი ცხოვრებისთვის და არსებობს თუ არა რაღაც წესი, რომელსაც მისდევ საიმისოდ რომ არ გაჩერდე. ძალიან ხშირად ვუყურებ ჩემს თავს როგორც პერსონაჟს. კი. და რაღაც ობიექტურ გარემოებებსაც თუ გადავხედავთ, ალბათ სწორია, რომ ეგრე ვუყურებ. სულ მახსენდება ერთი ამბავი, ალბათ პირველი წიგნი, რომელიც ჩემი თვალით წავიკითხე, იყო ტაილანდური ზღაპრები. ხო გახსოვს ჩვენს ბავშვობაში იყო მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების სერიები. და ახალი ნასწავლი მქონდა კითხვის ტაილანდური ზღაპრები, რომ წავიკითხე და იყო აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩემთვის, როგორ შეიძლება აი ამ ქვეყანაში, საიდანაც ეს ზღაპრები მოდის, მართლა მოხვდე. არის ალბათ 92 წელი. დენი არ არის მთელ საქართველოში, გარეთ სროლა, რა ვიცი, ძალიან სულად ვცხოვრობთ მოკლედ. და ეს ქვეყანა ჩანდა ჩემთვის წარმოუდგენლად შორეული. მეგონა რომ ვერასოდეს ვერ მივიდოდი იქამდე. და წლების შემდეგ უკვე რა თქმა უნდა დასრულ ასაკში სამსახურებრივად აღმოჩნდი ტაილანდში მარტო. იქ კი რა თქმა უნდა კოლეგები და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს გზა თბილისიდან ბანგკოკამდე და უკან მარტომ გავიარე და ეს იყო ჩემთვის რაღაცნაირად ძალიან სიმბოლური მოგზაურობა, რომელიც ვფიქრობ გადასარევად პასუხობს ჩემი ცხოვრების დიდ ხაზს. რომ მართლა ყველაზე წარმოუდგენელი რამეებიც შეიძლება გახდეს რეალობა შენთვის. თუ კი მოინდომებ, თუ კი ამისთვის იბრძოლებ და რა თქმა უნდა, თუ კი ბევრჯერ ვამბობ ამას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კარგი ადამიანები იარსებებენ შენს ცხოვრებაში. მარტივად რო ვთქვა, 90-იანი წლების დასაწყისის ქუთაისში პატარა გოგოსთვის, რომლისთვისაც ბევრი რამე ჩანდა შეუძლებელი, იმ ქალაქიდან, იმ ქვეყნიდან და იმ გადმოსახედიდან, სადაც ის იყო, ფაქტი, რომ ეს მოგზაურობა იქცა მისი ცხოვრების ნაწილად, არის ძალიან დიდი რაიმე და სულ მინდა რომ ესეთი ამბები მე ვასწავლიდი კიდევაც უნივერსიტეტში და სულ ვეუბნებოდი ჩემს სტუდენტებს რომ
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მათ მოინდომონ, იშრომონ და საკუთარი შიშებისთვის, თვალების გასწორების არ შეეშინდეთ. შიში არის ადამიანური რაიმე, შიშის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, მაგრამ ამ შიშმა არ უნდა გადაგიყოლოს. და ყველაფერი შეიძლება რომ აქციო შენს რეალობად. მაგრამ ამავდროულად რაღაცნაირ ობსესიებში არ უნდა გადავიდეთ ალბათ ამ დამოკიდებულებებით და უნდა გვახსოვდეს ისიც რომ მარცხი არის ძალიან ჩვეულებრივი რაიმე, რომ ეს მარცხი არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი და ზოგჯერ შეიძლება ისეთ დროს მოგიწლიოს ყველაფრის თავიდან დაწყება, მართლა რომ ვერ წარმოიდგენ, მაგრამ ეგეც შესაძლებელია, ეგეც ეტაპია, ეგეც გასავლელია და ამას არ ვამბობ თეორიულად. მარტო მე თვითონ ეს არაერთხელ გამიკეთებია, როგორც საქმეში, ასევე როგორც ადამიანს, როცა შენ თვითონ გრძნობ, რომ ეხლა რაღაც ისეთი გაიარე და გადალახე, რომ თავიდან დაიბადე და შენი ცხოვრება ახალია. ერთ ცხოვრებაში შეიძლება იცხოვრო რამდენჯერმე და როცა ამას აცნობიერებ, ეგ გეხმარება ზუსტად იმაში, რომ არ გაჩერდე არც ერთ ეტაპზე. მარცხი არის ჩვეულებრივი თუ მარცხი არის აუცილებელი რაღაც აზრით, იმიტომ რომ პერსონაჟისთვის პრინციპში აუცილებელია, მაგრამ ცხოვრებისეულად ცოტა მტკივნეულია ხოლმე, ისეთი რომანტიზებული არ არის, როგორც ეს წიგნის ფურცელზე შეიძლება წაიკითხო ან კადრში ნახო. მაგრამ შორი ხედით რო უყურებთ, ხვდებით რომ თითოეული მარცხი თუ ამ მარცხმა რაღაც გვასწავლა და შეგვცვალა, გამოდის რომ არა შემთხვევით, არამედ აუცილებელი ყოფილა. არ ფიქრობ ეგრე? არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია, თუ ვინმეს ისე უმართლებს, რომ მარცხის და ტკივილის გარეშე შეიძლება გაიაროს ცხოვრება, კი ბატონო, გაიაროს. მაგრამ, რავი, მარცხი არის, კი ბატონო, თუ ვინმე ესე ახერხებს ცხოვრებას, ანუ მე მიჭირს ახლა ესეთი ადამიანი გავიხსენო, რომ გითხრა, რომ კი, აი ვიცნობ ესეთ ადამიანს, მაგრამ ალბათ შეიძლება თეორიულად არსებობდეს ეგეთი ადამიანიც. ამიტომ რავი, მირჩევნია ვთქვა, რომ ჩვეულებრივი ამბავია, ისევე როგორც გამარჯვება, ბედნიერება და სხვა კარგი რამეები, რაც ხდება ცხოვრებაში. ამ რუბრიკას ვშლით ხოლმე იმ ადამიანებთან განსაკუთრებით, ვისაც პირდაპირ კავშირი აქვს ისეთ განათლებასთან, განათლების სფეროსთან და აქვს ასე ვთქვათ, გამოცდილება ამ ხრივ და შენ გააქვს, არა მრავალჯერადი. და ვარქვათ ხოლმე რუბრიკას ეს განათლების გზაზე არ გაჩერდე. და მე მგონია, რომ შენი გამოცდილების ადამიანს შეუძლია რაღაც მნიშვნელოვანი რამეები თქვას განათლების გზაზე არ გაჩერების მნიშვნელობაზე. შენ გახსოვს ეგ ამბავი მე რომ თეატრალში მინდოდა ჩაბარება, სანამ ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებდი. კი. ძალიან მინდოდა თეატრის რეჟისორობა და ესე მეცადინეობდი მოკლედ თავგადადებული იმისთვის, რომ ჩამებარებინა თეატრალში. და ისე გამოვიდა, რომ იმ წელს არ დაუშვეს საბიუჯეტო ადგილები თუ მოკლედ კვოტით იყო ერთ-ერთი რეგიონისთვის რაღაც ესეთი მოხდა. მოკლედ მე არ მქონდა იმის საშუალება, რომ მებრძოლა ამ ჩემთვის სასურველი ადგილისთვის. და ნუ მოცემულობაც ეგეთი იყო, რომ ჩემთვის აუცილებელი იყო, რომ საბიუჯეტო ადგილზე მოხვედრილიყავი უნივერსიტეტში. და რა თქმა უნდა, ეხა ძალიან მარტივია ჩემთვის ამაზე ლაპარაკი ამ გადმოსახედიდან, მაშინ ძალიან დიდი ტრაგედია იყო. რა თქმა უნდა და ეხა ამას იმიტომ ვყვები, რომ შეიძლება ბევრმა ახალგაზრდა მოისმინოს, ვისთვისაც ეს უცხო არ არის, რაღაც ძალიან გინდა და შენგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო უბრალოდ არ გამოდის. მოკლედ იმ საგნებით, რაშიც ვიყავი კარგად მომზადებული, არც ისე ბევრ ადგილას შემეძლო ჩაბარება და ესე აღმოჩნდი ჟურნალისტიკაზე და აღმოჩნდი იმ იდეით, ტელერადიო ჟურნალისტიკაზე, იმ იდეით, რომ მე გადავიდოდი თეატრალში. მე მივხვდი, რომ ძალიან შემიყვარდა იქაურება, სადაც აღმოჩნდი, მივხვდი, რომ არ მინდოდა ჩემი მეგობრების დატოვება და დავრჩი უნივერსიტეტში და მივხვდი, რომ
ამ გადაწყვეტილებამ ძალიან ბევრი რაიმე განაპირობა ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ უკვე იყო ორჯერ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა, ორივეჯერ სტიპენდიით და ბევრი ძალიან კარგი რაიმე, რაც ამ ყველაფერს მოყვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ზუსტად ამ მარცხთან და უკან დახევასთან კავშირში რაღაც როგორც ამბობენ, ერთი კარი რო იკეტება, იხსნება სხვა. და რაც მთავარია იმ კარის ერთი კარის დაკეტვამ ისეთ სასოწარკვეთაში არ უნდა ჩაგვაგდოს, რომ მეორე კარი რომელიც გაიღო ჩვენს წინ ვეღარ დავინახოთ. და ეს ძალიან ხშირად გვემართება ხოლმე ადამიანებს და ესეც ძალიან ადამიანურია. მაგრამ განსაკუთრებით როცა განათლებას ეხება საქმე, ეს არის დაუსრულებელი პროცესი. მე ეხაც ვსწავლობ 8 წელი ვასწავლიდი როგორც ლექტორი და ყველაზე დიდი სწავლა ჩემთვის ეს იყო და წარმოუდგენლად მადლობელი ვარ ამის გამო ჩემი კოლეგების და ჩემი სტუდენტების, რა თქმა უნდა. ესე რომ ეს არის ძალიან ლოგიკური, ძალიან კანონზომიერი პროცესი ჩემი გადმოსახედიდან. რა ვიცი, მე მგონი რაღაცების სასწავლად ჯერ კიდევ მზად ვარ, მაგალითად იმ კვირიდან ვაპირებ, რომ ჩოგბურთზე ვიარო. რაგაცინებს, კაია, გადასარევი. ბლიცი უნდა შემოგთავაზო. მოკლე კითხვები შეეცადე მოკლე პასუხები. 3 ატრიბუტი, რომელიც თან უნდა ჰქონდეს მწერალს სულ. ტელეფონი, ყურსასმენები, გასაღები. წერალს. აი ეს მართალია რა, მე რა. ნებისმიერ. არც ერთი არ არის ზონზე. არც ერთი არ არის კავშირში. არა, მე ეს იყო შენი მხრიდან ჩემი დაცინვა, უღონდ სამართლიანი. იცი რა არის, ყურსასმენები ძალიან მჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ მუსიკის ქვეშ წერ თითქმის ყოველთვის, ამიტომ ეგ ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბაზარი არ არის. არ გედავები, სულელური კითხვა იყო და კარგი პასუხი. ცუდი წიგნის კარგი სათაური, რაც გახსენდება. ეს უხერხული კითხვა. ნუ აი გადაცვლილები. ცუდი წიგნი არა, მაგრამ წიგნები, ანუ მაგალითად ანა გავალდა დიდად არ მიყვარს, მაგრამ მისი წიგნების სათაურები ძალიან მომწონს. მე ის მიყვარდა მაგალითად, ძალიან მომწონს ეს სათაური და წიგნი არ მიყვარს განსაკუთრებით. მაშინ პირიქით მითხარი. კარგი წიგნის ცუდი სათაური. აი, შეხვედი წიგნის მაღაზიაში, იმდენად ცუდი სათაური აქვს, რომ არ იყიდი. კაი. ვერ ვიხსენებ ეგეთ. კატამ გაიარა? შაუმა კატამ. კაი ბატონო. ქართველი ავტორი, რომლის წიგნსაც არ მაზავ, ანუ არ გამოტოვებ, რო წერს, აუცილებლად წაიკითხავ. აკა მორჩილაძე. მაგაში ვიკვეთებით, კი ბატონო. ნაცნობ მეგობრობა იქით იყოს და შენი აზრით ვინ არის თანამედროვე საქართველოს 3 მთავარი ავტორი? ალბათ ბესიკ ხარანაული. აკა მორჩილაძე. კი ბატონო. ნინო ხარატიშვილს თუ ვათვლით საქართველოს. კი ბატონო. კი, ხოდიო. შეიძლება კიდე ერთი რა ვთქვა, გენდერული თანასწორობა რა დავიცოთ, თამთამელაშვილი. თამთამელაშვილი გადასარევია. პერსონაჟი, რომლის შემქმნელისაც გშურს, ანუ იგულისხმება ის, რომ ის სიამოვნებით გაგისწორდებოდა, რომ შენი შექმნილი პერსონაჟი იყოს. შეჰრეზადა ვინც შექმნა მისი მშურს. კი ბატონო. შენი ბიოგრაფია რო გადაიღონ, ანუ ბიოგრაფიული ფილმი, ვის ათამაშებდი სანდრო ლორთქიფანიძის როლში? რობერტ დე ნიროს ახალგაზრდობას. ახალგაზრდა სკორსეზემ თუ გადაიღო ახალგაზრდავებს, ხო იცი იმისი ამბავი. რომელია შენი აზრით ყველაზე ლამაზი ქართული სიტყვა? ალბათ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა, რომ არ ჟღერს ლამაზად, იმიტომ რომ ბევრი ადამიანისთვის მოაქვს სიხარული. კი ბატონო. და ბოლო ნობელის პრემია რომ მიიღო, ვის მოიხსენიებს სამადლობელ ლექციაში? არასდროს არ მიფიქრია მაგაზე თეორიულადაც, არასდროს არ დამიშვია. არ ვიცი, მართლა წარმოდგენა არ მაქვს ალბათ. ყველა იხსენიებს ოჯახს და მეგობრებს. ხო, ლექციაში შეიძლება, კი, რომ იმას რა ქვია. იცი რა, ვიცი რა, ვისაც მოვიხსენიებდი. მოვიხსენიებდი ყველა იმ ქალს, ვის მხრებზეც ვდგავარ. ანუ ყველა იმ ქალს, ვინც იცხოვრა, იშრომა და იბრძოლა იმისთვის, რომ ჩემი თაობის ქალები იქ ყოფილიყავით, სადაც ვართ. აჰა, ეგ პასუხია. ბოდიში უაზრო შეკითხვები, მაგრამ პასუხი კარგი იყო.
ეგ არის. თქვენ კიდე არ გამოვაო აქო ვერ ჩავწერთო. წავედი, ავიკრიფეთ გუდანაბადი ხალხო. ეს იყო სტამბულური დუეტის პირველი ეპიზოდი, ინტერვიუ გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე, სალომე ბენძესთან და ამ წყვილთან ერთად, რომელიც კადრში სრულიად შემთხვევით მოხვდა.